ვიდეოში ისევ გეომეტრიას ვაგრძელებ და ჩვენი დღევანდელი გაკვეთილის თემა იქნება კუთხეების სამკუთხედებში. მოცემული გვაქვს პირველ ამოცანაში, მოცემული გვაქვს ასეთი ნახაზი, გავაკეთოთ ნახაზი. აი ეს აქ. ასე ეს აქ იკვეთება. შემდეგ დავაწეროთ ახლა. აქ არის A, ეს არის E წერტილი, ეს არის სადღაცას F, მთლიანად ეს A წარფია და ეს B წარფია. კი ბატონო, აქ არის D წერტილი და მოცემული გვაქვს ეს კუთხე 78 გრადუსია. მოცემული გვაქვს ასევე ეს კუთხე, რომელიც 102 გრადუსია. ასევე გვეუბნებიან, რომ ეს კუთხეც 48 გრადუსია. ესე იგი, გვეუბნებიან, რომ DE არის ADF კუთხის ბისექტრისა და ვიპოვოთ ADE სამკუთხედის კუთხეები. ანუ ADE სამკუთხედის კუთხეები. დავიწყოთ. პირველ რიგში რას ვაკეთებ? რისთვის გვაქვს მოცემული აი ეს 78 გრადუსი და 102 გრადუსი. აი რისთვის გვაქვს მოცემული 78 გრადუსი მივუმატოთ 102 გრადუსი. ეს რის ტოლია? 180 გრადუსის. ესე იგი, რა გამოდის, რომ ეს კუთხეები ცალმხრივად მდებარე კუთხეებია. მას სადამე A და B წარფეები პარალელურია. აქედან გამომდინარე. ეხლა მოდით ეს D ბისექტრისა, ამიტომ ეს კუთხეები ტოლია. მოდით ნომრები დავაწეროთ, კუთხე პირველი, კუთხე მეორე და ეს იყოს აი ეს კი 48 გრადუსი რომა, ეს იყოს კუთხე მესამე. ესე იგი, ეხლა შევხედოთ. კუთხე პირველს დამატებული კუთხე მეორე, აი დავწეროთ კუთხე მეორე, დამატებული კუთხე მესამე. ეს რას გვაძლევს? გაშლილ კუთხეს. ანუ გაშლილი კუთხე ვიცით, რომ 180 გრადუსია. ეხლა კუთხე პირველის და კუთხე მეორის ჯამი ეს მთლიანად რას გვაძლევს? ADF კუთხეს. ხომასეა. ანუ კუთხე ADF, ანუ ეს იგივეა კუთხე პირველს დამატებული კუთხე მეორე, ხომასეა არა? ეს ტოლია 180 გრადუს გამოკლებული კუთხე მესამე სიდიდე, ანუ 48 გრადუსი და ეს იქნება 122 გრადუსი. რადგან DE ბისექტრისა, ეს იმას ნიშნავს, რომ კუთხე პირველი ტოლია კუთხე მეორეს და ეს არის 122-ის ნახევარი, ანუ 66 გრადუსი. კი ბატონო, გავარკვიეთ ეს. ეხლა შევხედოთ. აი აქ დავაწეროთ ამას კუთხე მეოთხე. კუთხე მესამე ტოლია კუთხე მეოთხის, როგორც შიგაჯვარედინად მდებარე კუთხეები. კუთხე მესამე 48 გრადუსია, მასშტაბზე კუთხე მეოთხეც 48 გრადუსი იქნება. ეხლა შევხედოთ და AED კუთხის სიდიდე ვიანგარიშოთ. ეხლა აქ რა გვექნება? კუთხე მეორე ტოლია კუთხე AED-ს, როგორც ესეც შიგაჯვარედინად მდებარე კუთხეები და რის ტოლი იქნება? ვიცით, რომ კუთხე მეორე, აი აქ გვიწერია 66 გრადუსია, მასშტაბი AED კუთხის სიდიდეც 66 გრადუსი იქნება. ანუ, რასაც გვეკითხებოდნენ AED კუთხის, ADE სამკუთხედში სამივე კუთხის სიდიდე განსაზღვრეთ. გადავიდეთ ახლა შემდეგი ამოცანის განხილვაზე. გავასუფთავოთ დაფა ბატონო ჩემო და ეხლა აქ რას გვეუბნებიან, რომ მოცემული გვაქვს სამკუთხედი ABC და გვეუბნებიან იპოვეთ კუთხე C, თუ და ვარიანტები გვაქვს მოცემული. მოდით დავხაზოთ სამკუთხედი
აი აქ A, B, C, კი ბატონო. და გვეუბნებიან ვიპოვოთ კუთხე C. თუ პირველი ვარიანტი ასეთია. კუთხე A ტოლია 65 გრადუსის, კუთხე B ტოლია 57 გრადუსის. ჩვენ ვიცით, რომ სამკუთხედი შიგა კუთხეების ჯამი 180 გრადუსია, ამიტომ კუთხე C რო ვიპოვოთ, რას ვაკეთებთ? 180 გრადუსს უნდა გამოვაკლოთ აი ამ კუთხეების A და B კუთხეების ჯამი. გამოვაკლოთ, კი ბატონო. რა გვექნება 180 გრადუსს გამოკლებული 122 გრადუსი და ეს იქნება 58 გრადუსის ტოლი. ეხლა B ვარიანტი. აქ გვეუბნებია, რომ კუთხე A იგივე არის ალფა და კუთხე B არის 2 ალფა. რა თქმა უნდა, კუთხე C რო ვიპოვოთ, რას ვაკეთებთ? 180 გრადუსს უნდა გამოვაკლოთ A და B კუთხეების ჯამი და რა გვექნება? 180 გრადუსს გამოკლებული 3 ალფა. მართალია ეს მაგალითი უმარტივესია, მაგრამ სპეციალურად მოვიყვანე. აი 100-ითი გამოსახულების შემთხვევაში როგორ შეგვიძლია ჩავწეროთ. აი ეს, როდესაც გრადუსული ზომა კი არა გვაქვს მოცემული, არამედ აი ალფათია აღნიშნული, ხომ? აი ამ შემთხვევაში როგორ შეიძლება ჩავწეროთ? იმიტომ რომ ხშირად ხდება ბავშვები არ არიან მიჩვეული 100-ით გამოსახულებას და იბნევიან და ბოლოს ესეთი ვარიანტი გვაქვს, რომ კუთხე A ტოლია 60 გრადუსს დამატებული ალფა და კუთხე B ტოლია 60 გრადუსს გამოკლებული ალფა. ამ შემთხვევაში როგორ იქნება კუთხე C? 180 გრადუსს გამოკლებული A და B კუთხეების ჯამი, ხო? ანუ 60 გრადუსს დამატებული ალფა, დამატებული 60 გრადუსს გამოკლებული ალფა. ალფა და ალფა, რა თქმა უნდა, ერთმანეთს აბათილებენ და რას მივიღებთ? 180 გრადუსს გამოკლებული 120 გრადუსი და გამოგვივიდა 60 გრადუსი. ახლა შემდეგ ამოცანაზე გადავიდეთ. და მოცემული გვაქვს ABC სამკუთხედი, დავხაზოთ ისევ სამკუთხედი ნახაზის გარეშე. გეომეტრიული ამოცანები რომ არ კეთდება, ეს თქვენ ძალიან კარგად იცით. აი ABC სამკუთხედი და გვეუბნებიან ვიპოვოთ ამ სამკუთხედის კუთხეები, თუ ისინი ისე შეეფარდებიან ერთმანეთს, როგორც 2 3-თან და 4-თან. აი ბევრი ლაპარაკის გარეშე. აი ესეთ ფარდობას რომ ხედავთ, მაშინვე მიუწერეთ აი აქ x-ები. სამკუთხედის სამივე კუთხის ჯამი ვიცით რომ 180 გრადუსია, ამიტომ თავისუფლად ვწერთ 2x დამატებული 3x დამატებული 4x, ეს არის 180 გრადუსი, 9x 180 გრადუსის ტოლია, გავყოთ ორივე მხარე 9-ზე, რა გვექნება? x ტოლია 20 გრადუსის. შევხედოთ ახლა მასსა და მე კუთხე A გამოვა 20 გამრავლებული 2-ზე და 40 გრადუსი, კუთხე B გამოვა 3 გამრავლებული 20-ზე და 60 გრადუსი და კუთხე C კი გვექნება 4-ჯერ 20 გრადუსი და ეს არის 80 გრადუსი. ანუ სამკუთხედის კუთხეები ვიპოვეთ. ახლა გადავიდეთ შემდეგი ამოცანის განხილვაზე. ახლა აქ უკვე ტოლფერდა სამკუთხედი გვაქვს მოცემული, სამკუთხედი ABC, AC ფუძით. კი ბატონო, გავაკეთოთ შესაბამისი ნახაზი. აი ეს ტოლფერდა სამკუთხედი ABC დავაწეროთ. AC ფუძეა და გავლებულია AD ბისექტრის. გავლებულია AD ბისექტრისა. და გვეუბნებიან ვიპოვოთ კუთხე ADC, აი ეს კუთხე ავნიშნოთ x-ით, თუ კუთხე C ტოლია 50 გრადუსის. სამკუთხედი ტოლფერდა.
ეს რას ნიშნავს? რომ ფუძესთან მდებარე კუთხეები ტოლია. ანუ კუთხე C ტოლია კუთხე 100 და ტოლია 50 გრადუსის. გვეუბნებიან, რომ AD ბისექტრისა. ეს იმას ნიშნავს, რომ კუთხე A გაყო ორ ტოლ ნაწილად. და შეგვიძლია დავწეროთ, რომ დავარქვათ ამას კუთხე პირველი და კუთხე მეორე, ხო? ანუ კუთხე პირველი ტოლია კუთხე მეორესი და ეს არის 50 გრადუსის ნახევარი, ანუ 25 გრადუსი. კი ბატონო, ესე იგი, კუთხე პირველი ვიცი, კუთხე C ვიცით, მაშინ X-ი როგორ ვიპოვოთ? ანუ კუთხე ADC ტოლი იქნება სამკუთხედის სამივე კუთხის ჯამი 180 გრადუსია. ამას გამოკლებული კუთხე პირველის და კუთხე C კუთხეების ჯამი, ანუ 50 გრადუსი დამატებული 25 გრადუსი. ეს იქნება 180 გამოკლებული 75 გრადუსი და გამოვიდა 105 გრადუსი. ესე იგი, ესეც გავსასურეთ. ეხლა შემდეგ ამოცანაზე გადავიდეთ. მე საერთოდ, როდესაც ვიდეოს ვწერ და განვიხილავ, ხშირად ყოფ რამოდენიმე ვიდეოთ და ყოველთვის მივდივარ მარტივიდან რთულისკენ. ხანგრძლივი ვიდეოების რომ მაქვს, იქაც მარტივიდან რთულისკენ მივდივარ და ეს გაითვალისწინეთ. ყველაზე საინტერესო ამოცანები ყოველთვის ბოლოსთვის მაქვს მონახული. ისა შემორჩენილი. ეხლა გვეუბნებიან, რომ მოცემული გვაქვს სამკუთხედი ABC, გავაკეთოთ შესაბამისი ნახაზი. სამკუთხედი ABC დავაწეროთ ბატონო. ეხლა აქ რას გვეუბნებიან, რომ A და B კუთხის ბისექტრისები იკვეთებიან M წერტილში. კი ბატონო. დავუშვათ აქ ეს ბისექტრისა და აი აქ ბისექტრისა. A და B კუთხის ბისექტრისი. აი ეს წერტილი M. იკვეთებიან M წერტილში. ეხლა გვეუბნებიან, რომ კუთხე A ტოლია 58 გრადუსის. შემდეგ კუთხე B ტოლია 96 გრადუსის და უნდა ვიპოვოთ კუთხე AMB. დავიწყოთ აბა, ესე იგი, რადგან BM არის B კუთხის ბისექტრისა, ამიტომ რა გვექნება? მოდით ჯერ აღვნიშნოთ, რომ ესენი ბისექტრისებია. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს იყოს კუთხე პირველი და ეს იყოს კუთხე მეორე ტოლია, ასევე აქაც კუთხე მესამე და კუთხე მეოთხე ტოლი იქნება. რადგან BM არის B კუთხის ბისექტრისა, ეს ნიშნავს, რომ კუთხე მესამე ტოლია კუთხე მეოთხის და თითოეული მათგანის გრადუსული ზომა იქნება 48 გრადუსი. ეს განსაზღვრე. ახლა ანალოგიურად AM A კუთხის ბისექტრისა, ამიტომ კუთხე პირველი ტოლია კუთხე მეორის და ეს იქნება 58 გრადუსის ნახევარი, ანუ 29 გრადუსი. და მასადამე ეხლა სამკუთხედ AMB-ში კუთხე AMB-ს მნიშვნელობას გვეკითხებიან და ეს რა თქმა უნდა ტოლი იქნება 180 გრადუს გამოკლებული კუთხე პირველს დამატებული კუთხე მესამე. შევიტანოთ მნიშვნელობები, გვექნება 180 გრადუს გამოკლებული 48 გრადუს დამატებული 29 გრადუსი და ეს იქნება 103 გრადუსის ტოლი. და კიდევ ერთი საინტერესო ამოცანა განვიხილოთ, ამით დავამთავრებ ამ ვიდეოს და მომავალ ვიდეოში კიდევ ცოტა უფრო გართულებულ და საინტერესო ამოცანებს შემოგთავაზებთ. ესე იგი, მოცემული გვაქვს ABC ტოლფერდა სამკუთხედი AC ფუძით. კარგით ბატონო, დავხაზოთ ტოლფერდა ABC სამკუთხედი AC ფუძით.
დავაწეროთ A, B, C, AC ფუძეა. შემდეგ გავლებულია AD ბისექტრისა. გავავლოთ AD ბისექტრისა. გავავლეთ AD ბისექტრისა. ანუ დავაწეროთ აქ კუთხე პირველი და კუთხე მეორე ერთმანეთის ტოლია და გვეუბნებიან ვიპოვოთ ამ სამკუთხედის კუთხეები თუ კუთხე ADB, აი ეს კუთხე 110 გრადუსი. დავწეროთ. კუთხე ADB არის 110 გრადუსი. დავიწყოთ ახლა კუთხეების მოძებნა. პირველ რიგში რას ვაკეთებ? ესე იგი დავაკვირდეთ ახლა აბა რა ნახას. კუთხე ADB-ს დამატებული კუთხე ADC ეს გაშლილი კუთხეა. ხო? ანუ და მათი ჯამი 180 გრადუსია. ანუ შეგვიძლია ასეც ვთქვათ, რომ კუთხე ADB და ADC მოსაზღვრე კუთხეებია. ამიტომ მათი ჯამი 180 გრადუსის ტოლია. საიდანაც შეგვიძლია დავწეროთ, რომ კუთხე ADC როვიან გარეშოთ, ამისათვის 180 გრადუსს უნდა გამოვაკლოთ 110 გრადუსი და ეს იქნება ტოლი 70 გრადუსის. მასადამე გავსაზღვროთ, რომ ეს 70 გრადუსია. ეხლა რადგან სამკუთხედი ტოლფერდა, ამიტომ ფუძესთან მდებარე კუთხეები ტოლია. მოდით და შემოვიტანოთ აი ასეთი აღნიშვნა. კუთხე პირველი ხომ კუთხე მეორეს ტოლია არა და ავღნიშნოთ მოდით x-ით, კუთხე მეორე. მაშინ კუთხე C რისი ტოლი იქნება? 2x-ის ტოლი ხომ იქნება არა? და მოდით სამკუთხედი ADC-სთვის დავწეროთ კუთხეების ჯამი. ანუ კუთხე მეორეს დამატებული 70 გრადუსი დამატებული კუთხე C 180 გრადუსის ტოლია და შევიტანოთ აქ აღნიშვნები. x დამატებული 70 გრადუსი დამატებული 2x ტოლია 180 გრადუსის. საიდანაც 3x ტოლია 110 გრადუსის და x ტოლი იქნება 110 გრადუსი გაყოფილი 3-ზე. ზუსტად არ იყოფა, ამიტომ გრადუსებთან ერთად მინუტებიც შემოვა და ეს იქნება 36.2 ანუ 36 გრადუსი და 40 მინუტი. ვიცით რომ 1 გრადუსი 60 მინუტია, ხო? ესე იგი x-ი თუ ამის ტოლია, მაშინ შესაბამისად შეგვიძლია დავწეროთ, აი ამ აღნიშვნას შევხედოთ, აი ამ აღნიშვნებს და შეგვიძლია უკვე განსაზღვროთ და დავწეროთ, რომ კუთხე A უდრის კუთხე C-ს და ეს იქნება 2 გამრავლებული 36 გრადუსსა და 40 მინუტზე და ეს არის 63 გრადუსი და 20 მინუტი და მაშინ კუთხე B-ს სიდიდე იქნება 180 გრადუს გამოკლებული ორჯერ, აი ეს ფუძესთან მდებარე კუთხეები ხო ერთმანეთის ტოლია არა, ორჯერ 73 გრადუსი და 20 მინუტი და ეს იქნება 180 გრადუს გამოკლებული 146 გრადუსი 40 მინუტი და ეს გვაძლევს 33 გრადუსს და 20 მინუტს. აი ამით ვამთავრებ ამ ვიდეოს და ისევ ამ თემაზე იქნება მომავალი ვიდეო და საკმაოდ საინტერესო ამოცანებს შემოგთავაზებ.